ამერიკული პიცა გამოსაცხობად მზად არის. ნამდვილი იტალიური პიცა გურმანიაში. ამერიკული იტალიური პიცა მზად არის. პიცა. ჯერ ღარიბების საჭმელი იყო, შემდეგ სამეფო კერძად იქცა, ეხლა იტალიის მართლაც სავიზიტო ბარათია. ვაცხობ ბოსტნეულის პიცას, პიცა პროშუტოს და რა თქმა უნდა მსოფლიოში სახელგანთქმულ ნამდვილ ნეაპოლურ პიცა მარგარიტას. ვამზადებ იტალიურ სამ კლასიკურ პიცას. პირველ რიგში მოვამზადებ მარგარიტას პიცას. მარგარიტას პიცა არის პირველი იტალიური პიცა და მზადება ძალიან მარტივად. პირველ რიგში მოვამზადებ ცომს. ცომი მზადება საფუარზე. აუცილებლად უნდა იყოს თბილი წყალი, რომ კარგად გაიხსნა საფუარი. საფუარი გვჭირდება დაახლოებით 15-20 გრამი, მალე რომ ამოვიდეს. თბილ წყალში კარგად უნდა გავხსნა. აქვე დავამატებ მარილს გემოვნებით. საფუარი კარგად გაიხსნა, დროა დავამატებ ქვილი. ქვილი ნელა-ნელა, ცოტ-ცოტა. ქვილი აქ მე მაქვს დაახლოებით 1 კილო. ეს ცომი უნდა მეყოს 2 პიცაზე. 3-იც გამოვა. კარგად ამოურიოთ. შევფუთავ პლასტიკით. 15-20 წუთის განმავლობაში დავასვენებ ცომს და დავალოდები ამოსვლას. ამასობაში მოვამზადებ პიცის соуს. соуსი მზადდება ძალიან მარტივად. გვჭირდება პომიდრის წვენი, დაახლოებით 400-500 მილილიტრი. ასევე პომიდრის პასტა, 1 დიდი სუფრის კოვზი და ქილის ტკბილი პომიდორი. ქილის ტკბილი პომიდორი უნდა დავჭრა. ძალიან წვრილად, მაქსიმალურად წვრილად. დარჩენილი წვენი ჩავასხა პიცის соуში. პიცის соуს სჭირდება ზეითუნის ზეთიც, მარილი გემოვნებით და ცოტაოდენი ორეგანო. წვრილად კარგად დავკეპავ. პომიდრის წვენი, პომიდრის პასტა და ტკბილი პომიდორი ქილაში. კარგად ამოურევ, ამას სჭირდება ზეითუნის ზეთი. დაახლოებით 1 ჩაის კოვზი. ეგ არის 7 მილილიტრი. მარილი გემოვნებით. და ორეგანო. ორეგანოც ცოტა. კარგად ამოურევ. პიცის соуსი მზად არის. ეხლა მოვამზადებ მოცარელას პურთულებს. ზეითუნის ზეთი, დაახლოებით 1 ჩაის კოვზი, ცოტა პიტნა. წვრილად დავკეპავ. ცოტა შაშკლავი. სასურველია ახალი შაშკლავი. პაპრიკა. კარგად ამოურევ. მოცარელას მარინადი მზად არის, ცოტათი პიტნით, შაშკლავით და პაპრიკით. ცომი უკვე ამოვიდა, შემიძლია დავიწყო მარგარიტას მომზადებას. გადმოვიღებ ეგრევე მაგიდაზე. კარგად გადავზილავ ისევ. ცომს გავყოფ შუაზე. შუაში ვაწვევით 1 ძლიერად. შემდეგ კიდეზე ნელა-ნელა ვიწყებ გაშლას.
ტრადიციულად პიცა მზადდება ღუმელში. მე გამოსაცხობ ფირფიტაზე. გადავიტან ცომს. პიცის соуსი. თანაბრად გადავანაწილებ ცომზე. მოცარელას ბურთულები გვექნება 7 ცალი. თითო ნაჭერზე თითო და მე-7 შუაში. პიცა მზად არის გამოსაცხობად. ღუმელი წინასწარ გავახურებ 200 გრადუსამდე. ჩამოვიყვან 180-მდე. ზედა და ქვედა წვა. დაახლოებით დასჭირდება 7-10 წუთი. ამასობაში მე დავიწყებ ხორცის პიცის მომზადებას. ესეც ტრადიციული იტალიური პიცაა. ჭირდება ისევ და ისევ ცომი, რა თქმა უნდა, კარგად გადავზილო. ამ პიცასაც მივცეთ მრგვალი ფორმა. ეს პიცა განსხვავდება მარგარიტას პიცასგან იმით, რომ აქვს პესტოს соуსი, პომიდორის соуსის მაგივად. მოვათავსებ გამოსაცხობ ფირფიტაზე. პირველ რიგში მოვაყრე ცოტა ქვილს, გადავიტან ცომს. მოვასხავ პესტოს. ეს არის შაშკლავის პესტო. ამაში უკვე შედის პარმეზანის ყველი, ზეითუნის ზეთი, ცოტაოდენი ნიორი და რა თქმა უნდა შაშკლავი. შუაში და მე დავიწყებ გაშლას. გამოვა ძალიან გემრიელი პიცა. ამას დაემატება იტალიური ხორცი, პროშუტო, ზემოდან მოვაყრე პირველ რიგში ყველს. აქ მაქვს მოცარელას ყველი, გახეხილი. ზემოდან დავაყრე იტალიურ ლორს, პროშუტოს. დავძენძავ. გემრიელი რო გამოვიდეს, ზეთის ხილს, შავ ზეთის ხილს მოვაყრე. ცოტა კიდევ ყველი ზემოდან. პროშუტოს ხორცის პიცა გამოსაცხობად მზად არის. სავარაუდოდ მარგარიტაც უკვე მზად იქნება. აჰა. ნამდვილი იტალიური პიცა გურმანიაში. მზად არის. ოქროსფერი, მოცარელა ძალიან კარგად დადნა. ზუსტად იგივე ტემპერატურა, 180 გრადუსი, ზედა და ქვედა წვა, დაახლოებით დასჭირდება 7-10 წუთი. ზემოდან მოვაყრე ცოტათი რუკოლას, შაშკლავიც ძალიან უხდება. პიცა მარგარიტა მზად არის. ხორცის პიცაც დარწმუნებული ვარ ძალიან გემრიელი იქნება. ტომატის соуსის მაგივად აქ პესტო მაქვს, შაშკლავის პესტო. ამასაც 6 ნაჭრად დავჭრე, ესეც ძალიან ხრაშუნა გამოვიდა. ორმაგი ყველი აქ, პროშუტო, იტალიური ლორი და შებოლილი ლორი. ზემოდან ამას აღარაფერი არ სჭირდება, იტალიური კლასიკური პიცა მზად არის. მესამე პიცა, ესეც რა თქმა უნდა იტალიური პიცაა, როგორც ცოტათი განსხვავებული, არის ბოსტნეულის და ვიწყებ კარტოფილის ცომის მომზადებით. მოხარშული კარტოფილი, დაახლოებით 400-500 გრამი, ერთი კვერცხი, ცოტა კარტოფილის ახამებელი, ნახევარი სუფრის კოვზი, ერთი სუფრის კოვზი ფქვილი, მარილი გემოვნებით, შაშკლავი, დაახლოებით 1 გრამი და კარგად უნდა ამოვზილო. იტალიური ბოსტნეულის პიცა განსხვავებული არის იმით, რომ ვამზადებ კარტოფილის ცომს. ამას გავაბრტყელებ, მივცემ იგივენაირ ფორმას, როგორც ჩვეულებრივ კლასიკურ პიცას აქვს. გამოსაცხობ ფირფიტაზე უკვე პერგამენტის ქაღალდი მაქვს. მოვაყრე ქვილს. კარტოფილის ცომს მივეცი სასურველი ფორმა. შემიძლია უკვე პიცის соуსი მოვასხა. გავშლი. ცოტა ყველი. და დავიწყებ ბოსტნეულის დაჭრას. სოკო. ჩერი პომიდორი. ბულგარული ციცაკა. მწვანე ბულგარული. წითელი ხახვი.
ზეთის ხილი. შემიძლია უკვე გავაგრძელო პიცის აწყობა. პირველ რიგში დავიწყებ სოკოთი. ბულგარული წიწაკა, ცოტა მწვანე, ცოტა წითელი. სასურველია წითელი ხახვი, უფრო არომატულია, უფრო გემრიელია, ჩერი პომიდორი, მოცარელას ყველი და შავი ზეთის ხილი. გამოსაცხობად მზად არის ბოსტონეულის პიცა, დროა შევავიდოთ ღუმელში. 200 გრადუსი ზედა და ქვედა წვა. ამას დასჭირდება დაახლოებით 8-10 წუთი. ბოსტონეულის პიცა კარტოფილის ცომით გამოცხვა. ახლა რა კარგია. ბოსტონეულის პიცა მადის ამღუძრელად გამოიყურება, ამასაც 6 ნაჭრად დავჭრი. ჩვენი მესამე ბოსტონეულის პიცა კარტოფილის ცომით მზად არის. არ არსებობს ამაზე უფრო გემრიელი, ნოყიერი, სწრაფი და თანაც მარტივად მოსამზადებელი. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ითვლება ამერიკელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ კერძად. მაგრამ მისი სამშობლო იტალია. ეს პიცა. ვამზადებ 3 სახეობის ამერიკულ პიცას. სამივეს ერთი გაზა აქვს ცომის, ბევრი საფუარით, ბევრი ზეითუნის ზეთით და გამოგვივა ფუმფულა, მაგრამ ხრაშუნა სქელი პიცის ცომი. დავიწყეთ. აქ მაქვს 1 კილოგრამი ფქვილი, 20-25 გრამი საფუარი, 1 სუფრის კოვზი მარილი, თბილი წყალი, აუცილებლად, რომ სწრაფად გააქტიურდეს საფუარი. ამას ხელით ვნახავ, აქ მაქვს 1 ლიტრი წყალი, მაგრამ ამდენი შეიძლება არ დაგჭირდეს. ზეითუნის ზეთი, დაახლოებით 100 მილილიტრი, უფრო წელვადი გამოგვივიდეს ცომი, მაინც მიუხედავად იმისა, რომ არ უნდა ვატრიალოთ ჰაერში ეს ცომი, მაინც პიცის ცომი უნდა იყოს პრიალა და წელვადი. ამერიკული პიცის ცომებს და იტალიური პიცის ცომს შორის სხვაობა არის ის, რომ იტალიური პიცები თითქმის უცხიმოა. მინიმალურად იყენებენ ზეითუნის ზეთს. რადგანაც ქვის ღუმელში, ზუსტად 3-4 წუთში გახურებულ ღუმელში უცებ უნდა გამოცხეს, ძალიან თხელია და ხრაშუნა. და ამერიკული პიცის შემთხვევაში ზემოდან ცომი უნდა იყოს ხრაშუნა, მაგრამ გული უნდა ქონდეს ფუმფულა. ამიტომ უფრო ცხიმიანია, მეტი ზეთი აქვს, კალორიებიც მეტი აქვს. მივიღეთ ცოტა წებოვანი ჯერჯერობით ცომი, მაგრამ შეკრული და ფუმფულა. შევკრათ გუნდად, ზეითუნის ზეთი ზემოდან მოვასხათ, ხელით გადავუსვათ ზედაპირზე. მოვახვიოთ პლასტიკი და ზემოდან მოვახვიოთ ნაჭერიც, რომ სითბოში იყოს და დავდოთ თბილ ადგილას საათი-საათნახევრის განმავლობაში. სანამ ცომი ამოვა, ვამზადებთ 2 სახის соуს. ხახვი და ნიორი დამჭირდება 2 კბილი. მაქსიმალურად წვრილად უნდა დავჭრათ ხახვი.
პრინციპში ამ соუსის ეხლა რომელსაც ვამზადებ, ეს არის ტომატის соуსი. მსგავსი არის იტალიური соусისა, რომლითაც ამზადებენ ხოლმე საერთოდ პიცას. ანუ ეს არის საბაზისო რეცეპტი. მარტივი და თითქმის ყველა სახის პიცას უხდება. მაგრამ მეორენაირი соуსი იქნება, ბევრად უფრო საინტერესო. ხახვი დავჭერით, 2 კბილი ნიორით წვრილად დავჭრათ. დამჭირდება 2 პატარა სასოუსე ქვაბი. ავანთოთ გაზი. რა თქმა უნდა, ზეითუნის ზეთზე ვწვავთ ხახვსაც და ნიორსაც. რა თქმა უნდა, ბევრი ელემენტი საერთო არის. მიუხედავად იმისა, იტალიური არის პიცა თუ ამერიკული. ხახვი და ნიორი. სანამ მოიშუშება ხახვი და ნიორი, ტომატ პასტა გავხსნათ წყალში. 2 სუფრის კოვზი ტომატ პასტა. დავუმატოთ თბილი წყალი. კიდე უფრო არომატული და გემრიელი რომ გამოგვივიდეს соуსი, ჩავახეხოთ 2 ცოცხალი პომიდორი. უფრო ნაზი გამოვა და გემრიელი соуსი. მოურიოთ და ჩავასხათ ქვაბში. უკვე კარგი არომატი აქვს. მაინც ცოცხალმა პომიდორმა სხვანაირი არომატი მისცა. ორეგანო, დაახლოებით 1 სუფრის კოვზი, ბაზილიკი, ანუ ქართულად შაშკვლავი, ესეც 1 სუფრის კოვზი, მარილი, 1 ჩაის კოვზი და წიწაკა. მოურიოთ. რა თქმა უნდა, სეზონზე უკეთესია რომ ცოცხალი შაშკვლავი გაუკეთოთ. ან პრინციპში მე ვფიქრობ რომ ძალიან მოუხდება რეჰანიც. соуსი უკვე დუღს გადავდგათ და ვიწყებთ თეთრი соуსის მომზადებას. ეს რა თქმა უნდა არ არის ტრადიციული პიცის соуსი, ეს არის იტალიური პიცის ამერიკული ინტერპრეტაცია. დავიწყებთ. კარაქი პირველ რიგში. გავალღოთ 50 გრამი კარაქი. დავუმატოთ 1 კბილი ნიორი. ეს არის პრინციპში ნივრიანი თეთრი соуსი. კარგად გადნეს კარაქი და მერე დავუმატებ ნაღებს. ვუმატებ 200 მილილიტრ ნაღებს. მარილი ცოტა და ორეგანო. გავხსნათ. соусმა უნდა იდუღოს იქამდე სანამ არ შესქელდება ნაღები. აი ესე მარტივად ვამზადებთ ორნაირ соусს. თეთრი соусიც მზად არის. გავხეხოთ ყველი. აქ მაქვს მოცარელა, რა თქმა უნდა, პარმეზანი და ბლუ ჩიზი, ანუ იგივე როკფორი, რომელიც ძალიან საინტერესო პიცისთვის მჭირდება. პირველ რიგში გავხეხოთ მოცარელა. მოცარელა გავხეხეთ, ყველაზე მეტი გვაქვს მოცარელა, რადგანაც ეს არის საბაზისო ყველი. პარმეზანი, რომელიც შედარებით უფრო მარილიანი ყველია, მოცარელასთან შედარებით, რომელსაც დავუმატებთ პიცას და მე ვფიქრობ, რომ ჭირდება პიცას აი ზუსტად ესეთი პარმეზანის საფრი და განსხვავებული არომატი. რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებს გამოვიყენებთ, რადგანაც ძაფრი გემო აქვს. ბლუჩის არ ჭირდება გახეხვა, რადგან მარტივად იმტრევა ხელითვე. აი ესე. ხელით დავანაწევროთ. იტალიელებს აქვთ მსგავსი ყველი გორგონზოლა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიყენებთ როკფორს. სამივე სახის ყველი გვაქვს, соусები მზად არის, შევამოწმოთ ცომი. ამოვიდა, ძალიან კარგად გაორმაგდა პრინციპში ზომაში. ცოტა სამუშაო ფქვილი დაგჭირდება.
გავყოთ სამად. დროებით გადავდოთ. ხელით გავიყვანოთ ოდნავ. მუშაობთ ხელით. გადავიტანოთ, გამოსაცხო ფირფიტაზე. ქვილი. ლომად ისე რომ არ დაეწებოს. გადავიტანოთ ცომი. ხელით აქვე შევასწოროთ ფორმა. პირველი პიცა. პიცა პეპერონი. ეს არის ცხარე სალამით მომზადებული პიცა. ტომატის соусით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. კოვზით გავშალოთ. მოცარელა. ბევრი მოცარელა მოვაყაროთ. პარმეზანი, ცოტა. და პეპერონი. დავალაგოთ. მოკლედ, ამერიკულ სტილში, როგორც თქვი, ყველაფერი ბევრი უნდა იყოს და უფრო ნოყიერი. ვაცხობთ 250 გრადუსზე, 10-12 წუთით. პიცა გამოცხვა. მოვასხათ ცოტა ზეითუნის ზეთი და გავჭრათ. პიცა პეპერონი ამერიკულად. სად არის? მექსიკური პიცა. გავიყვანოთ ცოტა ხელით გუნდა და გადავიტანოთ გამოსაცხო ფირფიტაზე. კიდეებზე ცოტა მეტი ცომი დავტოვოთ. პიცის соуსი. ცოტა ტობასკო, ორივენაირი, წითელიც და მწვანეც. რო ცხარე მექსიკური პიცა გამოგვივიდეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ტრადიციული მექსიკური პიცა, იმიტომ რომ მექსიკურ კულინარიაში საერთოდ პიცა არ არსებობს. უბრალოდ ამერიკაში ეს არის სტილის და გემოს გამო დარქმეული მექსიკური პიცა, მხოლოდ იმიტომ, რომ ცხარეა და ვიყენებ ტობასკოს, ორივენაირ ტობასკოს. ვაგრძელებთ, დავჭრათ ბოსტნეული, ბოსტნეულამდე ყველი. მოვაყაროთ მოცარელა. პარმეზანი ცოტა, უფრო ხრაშუნა გამოვიდეს, მოიბრაწება კარგად პარმეზანი და მოოქროს, რომ ხრაშუნა ყველის ფენა ექნება პიცას. ეხლა დავჭრათ სოკო. ქამა სოკო. ესე სიგრძეზევე დავჭრათ სოკოს ქუდი. დამჭირდება დაახლოებით 3 სოკო. ხლად დავჭრათ, რომ მალევე მომზადეს სოკო. რადგანაც პიცა მაღალ გრადუსზე ცხება და სწრაფად უნდა იყოს, დავალაგოთ სოკო პიცაზე. ეხლა დავჭრათ ორივენაირი ბულგარული წიწაკა. ჯერ წითელი, ჭრით რგოლებად. დავალაგოთ. ეხლა მწვანე ბულგარული. და ბოლოს ცოტა პომიდორი. რამოდენიმე თხელი სლაისი. დავამატოთ სულ ცოტა პარმეზანი ზემოდან. და პიცა მზად არის გამოსაცხობად. ვაცხობთ პიცას 250 გრადუსზე 10 წუთით. დაგვრჩა მესამე პიცა. მოვაყაროთ ქვილი ისევ გამოსაცხობ ფირფიტაზე. ავიღოთ ბოლო გუნდა ცომის. ოდნავ ხელით გავყავს. ეხლა ვამზადებთ ამერიკელების მიერ შექმნილ იტალიურ პიცას. ანუ მათ წარმოდგენაში როგორი შეიძლება იყოს იტალიური პიცა. საკმაოდ უცნაურია, მაგრამ
მე ვფიქრობ, რომ ძალიან გემრიელი გამოვა. და რაც ყველაზე საინტერესო იქნება ამ პიცაში. ვუმატებ ნივრის თეთრ სოუსს. ანუ ამ შემთხვევაში პიცის ბაზა იქნება ზუსტად აი ეს თეთრი სოუსი. დავასხათ. გადავანაწილოთ. სქემა მომზადების იგივე რჩება, რა თქმა უნდა, ჯერ სოუსი, შემდეგ ყველი, როგორც თქვი, მოცარელა უფრო ნაკლები, მეტი პარმეზანი და ბლუჩიზი. ბლუჩიზი კიდე უფრო მძაფრი ყველია, ანუ უფრო მძაფრი გემოს და არომატის მქონე. ამიტომ ბევრი არ გვინდა რომ მოგვივიდეს. თხელ სლაისებად დავჭრეთ ყაბაკი. საკმარისია გადავიტანოთ პიცაზე და ხის სოკო. მოვაჭრათ ძირი, აი ეს ხელითვე დავანაწევროთ და დავალაგოთ პიცაზე. ცენტრში ცოტა მეტი მოვაქციოთ, სულ ცოტა პარმეზანი ზემოდან და ამერიკული იტალიური პიცა მზად არის გამოსაწყობად. გრადუსი უცვლელია 250 გრადუსი 10 წუთით. უი, ცხელია. გადმოვიტანოთ პიცა მაგიდაზე და გავჭრათ. მექსიკური პიცა მზად არის. უნდა გავსინჯო. ცხარია საკმაოდ ძალიან გემრიელი. ძალიან. გავჭრათ. ყველაზე წვნიანი პიცა გამოგვივიდა. ბოლო იტალიური, ამერიკული იტალიური პიცა მზად არის.